ქალბატონი გაუშვათ ვიდეო 1 წუთი რა. აი ხა ამას რო შევადაროთ, კი გვარამია გონიერია. გაუშვათ ეს ქალბატონის ვიდეო სადავარო. იმედი გასაგებად მარტივია. ხარ რაღაცა დამოუკიდებელი აქტორი, ხო, როგორც მივხვდი. დიახ, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ. არა, როგორ გეკადრება? გეთახვა. აგარია, ძალიან აგარია ეს რა. მიასალამურეთ რა, დააგწოთ რა. ერთი მიასალამურეთ ეს კალი და არც ერთ პარტიაში რო არ არის. თავის ცხოვრებაში არ ყოფი და არც ერთ პარტიაში. ტყუილია ეს ამბავი, რომ ეს ქალი, ვიღაცა ქალი, არ ვიცი, იყოს რომელიმე პარტია. ყოფილი ეგვოჯახში შემოსა. არა, მიდი. მიასალამურე რა, მიასალამურე. აი თუ არც პარტიაში არ არის. აკვდება. ყველანი გას ნაცებში. გაათავეთ ლაპარაკი. კი ბატონო. ყველანი გას ნაცებში რა. ნუცა. ეხლა მინდა ის არც პარტიაში არ არის, ხო? ეხლა აი ნუცა არის რაღაცა სწავლებს. ისეთ რაღაცებს ეს ფანდი გავიშით რა. ვენერა ბუკია ოგის მთავარ რედაქტორის პოსტზე დაამტკიცესო ანა ვინტურს შეცვლისო და ქვემოთ უწერო შმოტკები დაგვიწვიდა მაგ ძუნძგლა გავში ვენერა ბუკია მიასალამურეთ ერთი თავისით ვიქტორა ბუკია წავიდა მიასალამურეთ საგარია ხო კარგით ეხა ისა რა ქვია ნუცა ვთქვით ეხა ისა გუში რო სასაბარტო ქონდა ხო ხო ძალიან სერიოზული ის რო არის კაცი ოღონდ და იცი რა არის ყველაზე ცუდი რომ ვაფშე ვერ ამოვხსენი რამოდენიმე ადამიანი ვერ ამოვხსენიო საერთოდ პოლიტიკაში არც ხო ეს ვერ გავიგებინა რა აი იმდენად ლუზერია ტიპია ყოველგზის ტოტალური ლუზერია უნდა რომ დაგვაბნიოს აღარ უნდა სადაც ხან მედოლეა ხან ტერორისტია ხან დამრტყმელია რა პარლამენტში ხო ხან მედოლე და წავიდა გაუშვით რა ესეც მაგარი კაცია საათზე 12 საათზე უკვე დახურულია ეს ჭიშკარი და ასევე დახურული უნდა ყოფილიყო ფეხით შესასვლელი რკინის ჭიშკარიც როგორ მოახერხა ალე კოლისაშვილმა შეხწევა შიგდა ტერიტორიაზე გამთენიას საბარაუდოდ დილის 5 საათზე ჩემთვის უცნობია ამისთვის ემზადებოდა მთელი ცხოვრება თურმე წარმოიდგინე იქ რომ მივიდა და ჰოპა ოღონდ ესე სალტო ეფექტური ეგ დახტა ნინძასავით რა და ვერ წავიდა ძალიან ალიკო აი ძალიან რა ეს არის რაც არის წოდები მაგრამ შენ დაიმართე შენ თავს ეგამბავი რა ყოფილიყავი ჩემთან ერთად იმ რადიოში ჩემთან იყავი იმაში რა რამდენი კაც ყველა ჩემთან იყავით ყველამ გარეკეთ და რა ვქნა გთხოვდით არ წახვიდეთ იქ ჟიჟილაშვილთან მივედი მეთქი აზემოდი რასაკეთებ წამოდი ჩემთან იყავი ნიუსებს ჩაგაბარებ რაღაცა აქეთ ის ვთხოვი აქეთი ტურაშვილს ვთხოვი არა ვიყური არ მათხოვა რა გავაკეთე დაწყებული კვეისა რა ვიცი სუყოლავა ეს ტაბლო ეს ტიპები სულ ჩემთან იყვნენ და რა გავაკეთო იცი რა არის ეგ არის მე მგონია იცი რა ამბავია რომ მე მგონია რომ ეს ვერ გაგიქაჩავდნენ და ამას ხვდებოდნენ რომ ვერ ქაჩავს ადამიანი მე ამას იგონებს გამიგე და აი ამით ცხოვრობა არა იქ ფული ქონდათ იცოდნენ უკვე გესმის იქ არასამთავრობოების ფულები არასამთავრობების ისა ბავშვებს ასწავლიან იქა ას როგორ ჟურნალისტიკას ისე როგორც თვითონ უნდა რომ ასწავლონ ჟურნალისტიკა აი ეგეთ აი ჩემთან რომ წამოსულიყვნენ ეს თავის სასტავი ხო გაუხურებდა ხო საქმეს რომ ვან როგორ წახვედი მაგასთან და აი ეგრე მოხდა რა ჟიჟის ამბავში მოყვები და გეთანხმება იცი რა მიხსენ ეს ამას ვინა ფინანსებდა რა აი ამას ვინა ფინანსებდა და მეორე კითხვა მაქვს კიდე ზენა რა მიზნით აფინანსებდა სტანდარტის ფედერაცია просто ჩვენ არ ვიცით ძალიან შეფარული ამბავია